გემოვნებ აზიური სამზარეულოს სხვადასხვა კერძებს. დღეს ღრუბლიანი ამინდი გვაქვს. მანამ სანამ ქალაქის დათვალიერებას დავიწყებდე, გადავწყვიტე ტკბილი ლუკმით დამეწყო და ამას პირდაპირ მნიშვნელობით გულისხმობ. ისეთ ცხელა, რომ ფიზიკურად ქალაქში ფეხით გადაადგილება მიჭირს. ხოდა მოვედი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მოლში, სადაც ზედა სართულზე აი ასეთი რესტორნებია. გადავწყვიტე სხვადასხვა სახეობის კერძი შემეკვეთა. პირველი აი ამ ადგილმა მიიქცია ჩემი ყურადღება. აი ასე ლამაზად და კრეატიულად აქვთ მენიუ. სასურველ კერძს უმარტივესად შეარჩევთ. აქ ეს ორი კერძი შევუკვეთე. ახლა გადავინაცვლოთ სხვა სივრცეში. აი ეს ბურთულებით შევუკვეთებ, ნახოთ როგორი იქნება. და ბარემ მესამე რესტორანის ვნახოთ რას გვთავაზობს. აქ რა მენი უნდა დავაგემოვნო. აი ეს შევუკვეთე. აქცია ჰქონდათ მოყვებოდა პელმენი და ჩაი. ჭიქა მომწეს და შენ თვითონ ჩამოისხიო. მგონი იმაზე მეტი ჩამოისხი, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ ეგ არაფერი. ჩვენ გაგვიმარჯოს. ხო, აი ასეთი დისტანციური პულტი მომწეს ყველგან, რომ დამზადდება დაიწრებინებს. პირველი ეს ბურთულები გამზადდა. აი ახლა მითხარით, მეჩვენება თუ მართლა მოძრაობენ ესენი, აშკარად მოძრაობენ. და მოდი პირველიც ეს გავსინჯოთ. შებოლილი ქაღალდის გემო აქვს. ესეც ბურთულები. როგორც გითხარით, თევზისაა. საინტერესოა, თუმცა ძალიან სუყია. მეტი ფიზიკურად ვერ შევჭამე. ესეც რამენი, ყველასთვის კარგად ცნობილი იაპონური კერძი. ძალიან ლამაზად კი გამოიყურება. საიდან დავიწყო, აღარ ვიცი. პირველ რიგში აი ამ პილმენებს დავაგემოვნებ, რომელიც მოყვა. ძალიან გემრიელია. ახლა კი თავად რამენიც დავაგემოვნოთ. ეს არის იაპონური კერძი, ხორცის ან თევზის წვნიანი ლაფშით და დამატებული აქვს კვერცხი და კიდევ სხვადასხვა სანელებლები. ძალიან გემრიელია, მაგრამ ესეც ჩემთვის ცოტა მეტად, როგორ თქვა, მძიმეა, ზედმეტად მსუყე, თუმცა უდაოდ გემრიელია. შემდეგი კერძის დროც მოვიდა საქონლის ხორცი, კვერცხი, კომბოსტო და ბრინჯი. და კი, აი ეს ის კერძია, რომელსაც ალბათ ყოველ დღე შევუკვეთავ ხოლმე. ყველაზე მეტად ეს მომეწონა, საოცრად კარგია. აღარ მახსოვდა, ესეც შემიკვეთავს. ბრინჯი, კომბოსტო, ქათმის ხრაშუნა ხორცი, ქარის соусით. ქათამი ძალიან გემრიელი და ხრაშუნაა, თუმცა соуსი საერთოდ არ მომეწონა. აბა რა სიტყვით, თქვენ რას დააგემოვნებდით აქედან, ან თუ გასინჯული გაქვთ, რომელია თქვენი ფავორიტი? აბა გელოდებით კომენტარებში.